საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, არ მინდა დიდი ხნის საუბრით თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ მინდა ესე სწრაფად ხდება სამწუხაროდ ჩემი პროგნოზები და სამწუხაროდ, თქვენ და სამწუხაროდ. და ზოგადადაც სამწუხაროდაც, იმიტომ რომ მე არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი ქვეყანა ამ დღეში იყოს და ხალხი ასე დაპირისპირებული იყოს ერთმანეთთან და ასე იყვნენ ერთი მეორეზე დარეულები. გუშინ ვიდეო ლაივში მე თქვი და მოუწოდე ამ კოცების დამრტყმელ ძალას, რომ თქვენ გაგწირავენ თქვა და აუცილებლად ის ბედი გელოდებათ, რა ბედიც გაიზიარეს თქვენამდე, ვინც თქვენ საქმეს აკეთებდა თქვა და კონკრეტული მაგალითები მოუყვანე ამ ადამიანების. და რა გითხრათ, იცი, ნათქვამი არ მქონდა ეს ყველაფერი ამათ აუხდათ. ახლა დღესაც არის შეკრებილი იქ კალაძის ოფისთან ხალხი და დღესაც ერთი არეულობა, ერთი კატავასია, წივილ-კივილი, ერთი ნაგავი შიგნით ყარს, მეორე ნაგავი გარეთ ყარს. მაგრამ კოცებს მინდა უთხრა, კოცებს, ბიჭო. მაინც ასეთი, კოცებზე ნაგავი ხელისუფლება, მე მართლა შევარდნაძის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება, არავისი ვერც ერთ დამპალ რეჟიმს ვერ შევადარებ, იმიტომ ესენი არიან ისეთი ადამიანები, რომ და საერთოდ კოცური რეჟიმი არის ისეთი რეჟიმი, რომელმა რეჟიმაც როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, საკუთარი ხალხის, საკუთარი ერის ინტერესების განადგურება დაიწყო და იმ ხალხის განადგურება დაიწყო, რომელიც ხალხის გვერდით ედგა. ესეთი ფენომენი არის რა. და მე ახლა ახალ სასწაულს არაფერს არ ვამბობ. 2012 წელს ვინც გვერდით ვედექით კოცებს, კოცებს რა ცვლილებებს და ვინც მართლა ვიბრძოდით, ხო? ამ ყველაფრის წინააღმდეგ რაც იყო ნაცების რეჟიმი, პირველ რიგში ჩვენი დაჭმა დაიწყეს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, იმიტომ რომ ჩასვლილები იყვნენ, ვერაფერს ვერ იტყოდნენ და თანდათან იმ ხალხის მიმართ, რომელი ხალხის ხარჯზეც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათთან დაჯახება დაიწყეს და დღეს იმას მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა და საერთოდ კოცობამ, რომ ამ მთელ საკოცეთში ეს კოცობას ვისაც აიღებთ 2012 წელს, გინდათ პოლიტიკაში, ვინც არიან, გინდათ პარლამენტში შეხედეთ, გინდათ მინისტრობაში შეხედეთ, გინდათ პოლიტიკურ ლიდერებში შეხედეთ, აბსოლუტურად ყველა ის ადამიანები ყავთ კოცებს, რომელი ადამიანების 2012 წელს ღმერთმა იცის სად იყო. ღმერთმა იცის სად იყო ეს ჩიჩილაკა, ღმერთმა იცის სად იყო ის დინარაძე, ღმერთმა იცის ყაველაშვილი სად იყო, ღმერთმა იცის ეს მთელი ეს წილოსანები, ეს ბროდი, დღევანდელი ბროდი, რომელიც ყავს კოცებს, სად იყვნენ. ზოგიერთები ტრუსიკით დარბოდნენ დღეს, რომ კოცების ახალი სახეები არის და რაც შეიძლება კოცები რებრენდინგს აკეთებენ და კოცების რებრენდინგში მთავარი ის არის, რომ კოც თუ გინდა კოცი გახდე, ნაცების ის უნდა გქონდეს გავლილი, რა ქვია, სკოლა. და როგორც ის ჟღვინტიანი ლაწირაკი ოლეოლას რომ უმღეროდა გუშინ და დღეს რომ ისა რა ქვია პირწავარდნელი კოცია, ეგეთი ხალხი ჭირდებათ მაგათ. ამიტომ გეუბნებოდით მე თქვენ რომ მსგავსი რაღაცეები თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ თქვენ დაზარალდებით პიროვნულად, თორე კოცები ძალიან გემრიელად დარჩებიან და გაიწირებით თქვა. აგიხდათ ყველაფერი კარგი, ისე კარგად, შემოკარგებო. მინდა დღეს გაჩვენოთ თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელი განცხადებაც ოფიციალური განცხადება, სადაც ამბობენ, რომ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამი პირი არის დაკავებული. ვინა ახლა ხო დაკავებული იქნებიან ის ვისი იდენტიფიცირებაც მოახდინეს იმათმა, რა ქვია, ნაც ბანდა ტელევიზიებმა და ყველამ გაიგო, რომ ეს ხალხი იყო ყველა ის ნაგავი, რომელი ნაგავიც დუღდა საერთოდ კოცობაში და ყავდა ზონდერებად დაყენებული, ხო? ამოყავით ახლა კიდე ბევრი შეყობთ თავს, სამწუხაროდ. ახალგაზრდა ხალხი ხართ, ახალგაზრდები ხართ და ცოტა აზრზე მოდით. მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიკავშირდება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეუბნება რადონის შეცდომაში შეიყვანა სისტემა. რადონის როგორც კოცობის პერიოდში, ისე ნაცობის პერიოდში და საერთოდ ეს ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობა, რომელიც არის, თუ რა დღეში ჩავარდა, ნაცკოცური პოლიტიკის შედეგად და როგორ გვიან და ძალიან ბევრმა აქ ემიგრაციაში აღმოაჩინა ეს ყველაფერი საკუთარ თავში თუ რა უბედურებაში
გაყოფიეს თავის დროზე თავი და როგორ დაუნგრიეს ამ ხალხს მომავალი, აზროვნება, ყველაფერი, თუმცა ამაზე მე ცალკე დავილაპარაკებ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იყო, აუცილებლად ეგრეთ წოდებული ჯენზების თაობას ცალკე მივმართავ. ერთი დღე იქნება, ნახა, არ მგონია რომ ვინმეს ვისაც არ უნდა შველა იქ, ვინმეს ეშველოს, ახლა ჩემი კი არა, საკუთარი მამის და საკუთარი დედის არ ესმით და მაგალითს გეტყვით, რომ ერთი ახლობელი ადამიანი არის, რომელიც ყველა ომის მონაწილეა, სამჯერაა დაჭრილი რუსებთან ბრძოლაში და შვილი ჯენზია, რა ვიცი, ამ სექტამ შეიტყუა, გამოაშტერა და მამას უძახის რუსეთუმეს და თვითონ მამაზე მეტი პატრიოტი არის. ანუ ახლა ასეთ კატეგორია ადამიანებს მართალია არაფერი არ ეშველება, მაგრამ დრო ყველაფერს შველის მერე და ადრე თუ გვიან გაახელენ თვალს და მე როგორც ერთ ქართველს მაგ მიმაჩნია ჩემ თავთან რომ მე მაგ ვალდებულება ამ ახალგაზრდობას დაველაპარაკო ცალკე თუ რა უქნეს ახალგაზრდოს თუ ეკნებათ ინტერესი მოისმინონ თუ არ მოისმენენ მე ვიტყვი ჩემს სათქმელს და ახლა ვისაც უნდა ვალს მოვიხდი და დანარჩენი თქვენიცით შემდეგ როცა გაახელთ თვალებს მერე ციხეში ახლა კაპეზეზე რო გაახელენ ესენი თვალებს რომლებსაც ქოცები ეუბნებოდნენ მაგარი ბიჭი ხარ მიდი დაარტყი დაამტვრიე ცხვირპირი და ასე შემდეგ და ჩვენ აგერა ვართ ბიჭო ჩვენი ხელისუფლებაა და ვინ დაგიჭერთ და ასე შემდეგ აი იმათ რო ამოყოფიენ კიდე ციხეში თავს მერე იქნება ყველაფერი ასე რომ დრო არის დაფიქრდეთ თქვენ ბიზიკო ამ ყველაფერზე და იფიქროთ და იაზროვნოთ და გეუბნებით რა არც ადამიანი კი არა ძუნკალა ძაღლიც მეწოდება ნაცისტვის ქოცისთვის და ამ საზოგადოებისთვის შეწირული რა იმიტომ რომ არა ეს საზოგადოება იმის ღირსი რომ მას თავი რაიმე სულიერმა არსებამ გაწიროს და მით უმეტეს თქვენი ახალგაზრდობა მოსპოთ ციხეში აჩი თქვენი საქმის თქვენც მე არ მაინტერესებს თუ ვინმეს გიღირთ იმას რასაც ქოცები გიხდიან იმის პასად ციხეში იჯდეთ იჯექით გას არა ეგეც არაა ჩემი საქმე სიმართლე გითხრათ რა მე ჩემსას ვამბობ თქვენი საქმის თქვენიცით არავის არ ვაძალებ მე ჭკუას არ ვასწავლებ სამწუხაროდ რასაც მე ვამბობ ჩემი პროგნოზები მართლდება და სხვათა შორის აი კიდევ ერთი პროგნოზი მინდა გითხრათ რაზეც მე ლაპარაკი მქონდა ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით სწორი პროგნოზირება გაკეთდა და აი შეხედეთ ახლა თქვენ აი ამ ფოტოს რომელსაც ხაბე აქვეყნებს აი ხაბე როგორც აქვეყნებს ეროვნული კანონიერი ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ ნათელი კაშკაშა წარმომადგენლები დაცებთან მივიდნენ და რევოლუციას დაუჭირეს მხარი არ ვიცი ახლა ეს ვინ იყვნენ ახლა გუშინ წინ იქ კანონიერი ხელისუფლება აღადგინა და დღეს ნაცებთან მივიდნენ აგერ არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდელი თვითონ თუ არ ვწდები უმრავლესობა ესენი იქ იყვნენ თავს ვერ დავდებ არ ვიცი ფაქტი ერთი არის რომ მოდელი ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების აღდგენის გარდამავალ პერიოდში რევოლუციის შემდეგ აი როგორც გეუბნებოდით ისე იყენებენ ნაცები და ეს როგორ გითხრათ იცით აი ეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ეს აფსანძე და ესენი არიან წინა ხაზზე მყოფი ადამიანები და მათ უკან არიან აი ესენი და ამათ უკან არიან კიდე ის გამოცდილი მოღალატეები, სარიშვილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ გააგრძელეთ, შემოკარგებო, გააგრძელეთ, აბა თქვენიცით ღალატის რეჟიმში მიშას მიაკითხეთ, მიშა გამოიყვანეთ ციხიდან, გაათავისუფლეთ, აბა ბელადი როგორ შეიძლება ციხეში ყავდეთ და თქვენთვის ხო მიშა რეიკორნირებული ზვიადი არის. ხო არის? ხო და იბატონო, ეგ რეიკორნირებულ ზვიადს მიაკითხეთ იმაში, ვივამედში და გამოიხსენით იქედან. ალექსი როგორ გითხრა ჩემო ძმაო ციხეში მოთხოვენო თუ არ შეიცვალა ვინ მოთხოვს თუ ჩემი ძმა ხარ ციხეში ვინ უნდა მოთხოვოს პასუხი გამომწვანებული აქვს ყველანაირად ახლა სიმართლე გითხრათ მე საერთოდ იმ ადამიანებს რომლებიც იდეაზე დგანან არა აქვს მნიშვნელობა რა იდეაზე დგანან ღმერთმა გაუმარჯოთ ვინც იდეოლოგიას ემსახურება, ხო, ის არის დასაფასებელი ადამიანი, იმიტომ რომ იდეოლოგია გააჩნია. ასევე იმ ქუჩის კრიმინალები, ვინც არიან იდეოლოგიზირებული და იდეით ემსახურებიან და იდეით იცავენ თავიანთ კოდექსს, რასაც ქვია ქუჩის კოდექსი და ქუჩის კანონი და ესე შემდეგ, მე პირადად ამ ადამიანებს პატივს ვცემ, იმიტომ რომ მათ იდეა გააჩნიათ ცხოვრებაში, ემსახურებიან იდეას და
იქ ვინც იცის ქუჩის კანონი კიდე რას წარმოადგენს და როგორ წარმოადგენს, ძალიან ბევრ რამეში დასაფასებელი და საპატივცემულო არის. ახლა ზოგადად და კიდე მithქვია და კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ქურდბაცაცა მირჩევნია ამათ საუკეთესო პოლიტიკოსს. ნებისმიერი ქურდბაცაცა მირჩევნია, იმიტომ რომ ის ქურდბაცაცა სამშობლოს არ ყიდის და არ გაყიდის რა და ეს ამათი პოლიტიკოსები ყველა სამშობლოს ღალატში რო არიან ჩართული, ყველამ ვიცით, მაგრამ თავს რო იმას უწოდებენ, რა ქვია, კაი ბიჭებს და თავს რო ძველ ბიჭებს უწოდებენ და ავტორიტეტებს უწოდებენ და უბანში დაძდევენ ხალხს წადი და 51 შემოხაზეო, მე ეს ხალხი არ მიმაჩნია კრიმინალურ ავტორიტეტებად და სამწუხაროდ ბევრი იბრალებს მის თავზე და ასე რომ ეგეთები ბევრია და არავინ შიგნით პასუხის მომთხოვნი არა თუ ძმა ხარ მაგის ფიქრი არ გქონდეს. არ ვიცი მე რა ტრადიცია არის ყოველთვის კრიმინალური სამყარო და ყოველთვის შავი სამყარო და კრიმინალური სამყარო ყოველთვის სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და იქმნებოდა და ესე იყო და ახლა ხელისუფლების გაправება არ ვიცი დღეს ძალიან დიდი მამულიშვილური საქმე გახდა. არ ვიცი რომელ ფლანგზეც გინდა აიღო რა. ხო, აი ხა ამ ხალხს კიდე ტვინი რო აქვს, არეული და ტვინარეულები რო არიან, ამას რა თუნდა ლაპარაკი. საერთოდ ჩვენთან შეპყრობილია, დაავადებულია, დაავადმყოფებულია ადამიანები, რომელი ადამიანებიც ახლაც თვლიან თავს, რომ ისინი პრეზიდენტები არიან. სააკაშვილს კითხავ, იგიც პრეზიდენტია დღემდე, იმას ზურაბიშვილს კითხავ, პრეზიდენტია დღემდე, ყაველაშვილს კითხავ, პრეზიდენტია დღემდე. იქით კანონიერი ხელისუფლება აღვადგინეთო და მთავრობაში გონიათ და სკამზე ჯდომები გონიათ თავი და ყველა რაღაცა მთავრობის ისაა წარმომადგენელი და ყველას ლეგიტიმაცია აქვს, რო კითხო. აი გამოხდა დღეს ეს შიზოფრენიკი, ეს დებილი, ეს ავანტყოფი, ეს საფრანგეთის პენსიონერი ბებერი ძუკნა და გამოხდა და ამბობს, რომ მეო ისო რა ქვიაო ამბობ ამასო ღიათო აცხადებო რომ ესო რა ქვია მეო ქართველი ხალხის თვალშიო ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ. ვეღარ გევიგე რამდენი ყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ერთი ყავდა ლეგიტიმური პრეზიდენტი კანონიერად არჩეული და მოკლეს და მის მერე ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩვენ ქვეყანას არ ყოლია და ეს ლეგიტიმური პრეზიდენტი საიდანაა, როცა 6 წელიწადი მისი ბებერი ტრაკი ედო სკამზე და ჩათლახობის, ნაბოზრობის და ქვეყნის ნებისმეტი არაფერი იმას უქნია და გაუვიდა დრო. გაუვიდა ის 6 წელიწადი გავიდა და კიდო პრეზიდენტია ხალხო ეს კიდო პრეზიდენტი ყოფილა. მე არ ვიცი სიმართლე გითხრა ამ ხალხს როგორი ავადმყოფობა აქვს ამ სკამზე ჯდომის და ამ პრეზიდენტობის თვითონაც იცის რომ როდესაც ეგდო მაშინ პრეზიდენტად მუშაობდა პრეზიდენტი არასდროს ყოფილა არც მაშინ იყო ლეგიტიმური და არც მაშინ იყო ხალხის არჩეული. აი ამათმა ოჩოპინტრემ, ამათმა მამამარჩენალმა და ღმერთისტოლა კაცმა იმან რა ქვია ბიძინამ ადგა და თვითონ ურეკა ხალხს პირადად ტელეფონზე და ვინ არ მოისყიდა რამდენი ხალხი არ შეყარა რომ ეს გაიხადა პრეზიდენტად. თვითონ რო იყარა პრეზიდენტობის არჩევნებზე კენჭი 0.1% აიღო თუ რაღაც. მაგრამ რო კითხო ესეც პრეზიდენტია. ესეც პრეზიდენტია და ხალხის თვალში, ახლა მე წარმოვიდგენია რა დონის დებილი და ავანტყოფი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თulis, რომ სალომე ზურაბიშვილი მისთვის კიდე პრეზიდენტია. წარმოგიდგენიათ, ხო? აი, როგორი ავადმყოფი არის ადამიანი, რომელი ადამიანიც თulis, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია. როგორი დებილი და ავანტყოფი უნდა იყოს ადამიანი, ვინც შეიძლება ჩათვალოს, რომ აი იმ გაგებით, რა გაგებითაც შეიძლება იყოს პრეზიდენტი, დღევანდელი ყაველოღლი შეიძლება იყოს პრეზიდენტი. და მე წარმოვიდგენია მათი ავადმყოფური ტვინები და მათი ავადმყოფური აზროვნება, ვინც იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის 6 და ცოცხლად მოვლენილი წმინდანი და რა ვიცი, გადასარევი ამბავი. საერთოდ სექტანტიზმია საქართველოში გაბატონებული და თუ ვინმე პოლიტიკაში შეყო ფეხი, ყველას ელანდება პრეზიდენტობა და პირველკაცობა. ის მახსენდება დიდოსტატის მარჯვენაში ყველა ნაბიჯვარს რა ისუნდა რა ქვია გიორგი მეფე რო ეუბნება პიპას ყველას მეფობა უნდაო ამ ქვეყანაშიო და არსად არ წასულა ის დღესაც ყველას მეფობა უნდა ან რევოლუციონერობა უნდა და ან ჩეგევარობა უნდა და ან ის უნდა და ან ის უნდა. არა და სიმართლე გითხრათ ჩემო კარგებო, აი კიდე ერთხელ ვამბობ
კიდე ერთხელ ვამბობ. ძალიან სერიოზული პრობლემა ტრიალებს მთელ მსოფლიოში. არავინ არ იცის ხვალ ზეგ რა იქნება. აი დღეს გუშწუხელი უფრო სწორად დღეს ატეხეს ერთი ამბავი, რომ ვითომ რუსული დრონები თუ მართლა იყო თუ მე ვფიქრობ, რომ არ იყო. იმიტომ რომ დრონებით ახლა შეტევა არაფერი არ ჭირდებოდა. შეიძლება ომის ამბავი არის და სადმე ზაკვალი იქნა არეული, უფრო ეს როგორც ახასიათებდა, შეიძლება ზელენსკის გამოყენებული ტაქტიკა არის, რომ დრონებით როგორც მაშინ რაკეტა რო ჩამოვარდა პოლონეთში და ორი კაცი მოკლა და რუსული რაკეტი არა, რუსული რაკეტაო და აღმოჩნდა უკრაინული რაკეტა, ისე გაუშვა რაღაცა მისი დრონები და იქ რომ პოლონეთი იქნას რაღაცნაირად ჩათრეული, იმიტომ რომ გადაწყვეტილი არის ამ ომის ბედი თუ ნატო ან ამერიკა უშუალოდ არ ჩაერია ამ ომში, დროის საკითხი არის. ნელ-ნელა უფრო და უფრო ნადგურდება უკრაინა და ამას ესენი ხელისუფლებას კარგავენ და არა მარტო ესენი კარგავენ ხელისუფლებას, მთლიანად მთელი ევროპის მასშტაბით კარგავენ ესენი ხელისუფლებას. საგიჟეთია, აქაც საგიჟეთია, აი საფრანგეთი. საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი სამარცხვინო და ასეთი საზიზღარი, ესე იგი 85% ფრანგების ყარ და ცოცხალს აგინებენ მაკრონს და გადადგომა უნდა და მოცილება უნდა დღეს გადამწვარია, გადაკეტილია, გადმოკეტილია ნახევარი საფრანგეთი. არეულობა აქაც. მთავრობა გადააყენეს, კიდე ისე, ასე, აი, საგიჟეთი ხდება გერმანიაში. მე გუშინ გეუბნებოდ ეს ცალკე თემა არის, კიდე 16 ოპოზიციური პარტიის დეპუტატობის კანდიდატი მოკლეს. პირდაპირ მოკლეს. ყველა ერთი მეორის მიყოლებით მოკლეს. იმიტომ რომ ნაცისტური, კონსერვატული, რაღაცა ეს პრორუსული პარტიის წევრები იყვნენ. ერთი მეორის მიყოლებით რა ყველას ხორველა დაემართა და მოკლა. აქ პოლიტიკა სადაც აი სიბინძურია. აზიაში გაიხედავ. ახლა შეიძლება ნეპალი ჩვენგან ძალიან შორს არის, მაგრამ მეთოდოლოგია იმის თუ ნეპალში რა ხდება ჩვეულებრივად შეიძლება საქართველოში იქნას გამოყენებული და ძალიან საინტერესო მომენტი დაფიქსირდა. იქ პროტესტების ამბავს, რომელიც სხვათა შორის ძალიან კორუმპირებული ხელისუფლება ყავდათ და მათი შვილების, მათი უჯიშო შთამომავლობის კაისმა, კაიჭამა, კაიგულავი აჩვენეს, სოცქსელებში გავრცელდა ეს ყველაფერი და როდესაც პროტესტი შეიქმნა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აი Facebook-ი და ეს სოციალური ქსელები აეკრძალათ, როგორც კი აკრძალეს სოციალური ქსელები, მაშინ დაიწყო უკვე რეალური გამოსვლები ქუჩაში. აი ხაზგასმით მინდა უთხრა ხალხს, რომ აი სოციალურ ქსელებს რამხელა ძალა აქვს. სოციალურ ქსელებში ეს ტროლები, ეს ბოტები, რომლებსაც ამხელა ფულს უხდის ივანიშვილი და მისი დამპალი რეჟიმი თუ მთელი ნაცბანდა და ეს ყველა რო არიან ჩაბუდებული. სოციალური ქსელები ქმნიან განწყობას საზოგადოებაში. და განეწყობა ქვეყნის მოსახლეობა სოციალური ქსელით, ან დადებითად, ან უარყოფითად. და როდესაც აუკრძალავ შენ სოციალურ ქსელში, აი მე გეტყვით, საქართველოში ახლა Facebook-ი რო არ იყოს, აი კოცების აი ამ დამპალ, ესე რომ ვთქვათ, იმას რეჟიმს დიდი ხანი ექნებოდა გამოტანილი განაჩენი. მაგრამ Facebook-ი არის, ინტერნეტი არის, დაკომპლექტებული არის ტროლ ბანდა, იქ არის, რა ქვია, ფსევდოეროვნული ძალები, იქ არის ლიბერალები და აი ხალხი განწყობას იმის მაგივრად, რომ ქუჩაში რეალურად გამოავლინოს ფანტავს სოციალურ ქსელში. ამიტომ როგორც კი გადაკეტეს სოციალური ქსელები ნეპალში, ხალხმა გადააგდო ეს, რა ქვია, სოციალური ქსელი და გამოვიდნენ ქუჩაში. ახლა ამ ხალხს რო აუკრძალავ ახლა Facebook-ს და Facebook-ზე საშინელება კიდე არის TikTok-ი. TikTok-ით სარგებლობას მარტო მაგის გამო გამოვა რა უარგისი მთავრობა მყავს. არის სოციალურ ქსელში მაინც არ იმალება, ხო? ასეთი განწყობები მაინც ფიქსირდება და ძალიან საინტერესო მომენტები მოხდა ისე. ძალიან საინტერესო მომენტები მოხდა ნეპალში. მინდა ესე კოცებს უთხრა რა. რომ კი, მართალია, ახლა ნეპალში სხვა საზოგადოებაა და სხვა ტექნოლოგიური საკითხებია და ესა და ისა, მაგრამ რა მოვიდათ ნეპალში იმას მთავრობის წევრებს, ნახეთ. აი, კოცუნიებს გეკითხებით. მიადგა ხალხი სახში.
პრემიერ-მინისტრი იყო, მისი ცოლი იყო, ის იყო, დააკლეს ცემაში. რა ვიცი, ის მკვდარიაო, პრემიერ-მინისტრი გადაარჩინო, ცოლი მკვდარიაო. მერე ისა რა ქვია, რა ვიცი, ცოცხალიაო, ცოლიო, მაგრამ ძამძიმე მდგომარეობაშიო. გაქსუებული ჩინოვნიკები საკუთარ სახლებში ჩაწიხლეს და ჩაქოლეს. ოფისებში კი არა, საკუთარ ოჯახებში. მე გეუბნებით ქოცებს, ძალიან დიდი შანსი გაქვთ. ძალიან დიდი შანსი გაქვთ. კი, მართალია იძახით ეს ნაცმოძრაობას რისით რაკი აქვს, ნაცმოძრაობა როგორ შეძლებს, რა ქვია, რევოლუციის მოხდენას და ის არ იყოს რა რევოლუციაო, ის რევოლუციაო. საფრანგეთში რო იძახოდნენ და დედოფალი და მეფე და ორ დღეში რო თავი წააგდებიეს იმაზე, რა ქვია, გილიოტინაზე ერთსაც და მეორესაც, აი ისე დაგემართება ძალიან ბევრს. მე რა უნდა შემოგთავაზო, ჩემო ძმაო, მე რა ისა მაქვს, რა ქვია, პარტია მაქვს, ფული მაქვს, პოლიტიკოსი ვარ თუ რა, მე უნდა შემოგთავაზო ერთი, რომ ერი ძმაო, რომელიც ნაცქოცი ერთი და იგივე სისტემა არის და ერთი და იგივე სისტემას წარმოადგენს, ხალხმა არ დაუჭიროს ამ ბოროტების, ამ ღალატის, ამ ნაძირლების, რატო უნდა შეიცვალოს, ჩემო ძმაო, ლელოთი, რატო უნდა შეიცვალოს, ლელოთი? უნდა მოხდეს ქვეყანაში სახალხო რევოლუცია, სადაც ნაციც, ქოციც, ლელოს და სხვაებიც ქართველი ერის ბრალდებით იქნება წაყენებული ტრიბუნალზე. ეს არავის არ უნდა, იცი, ჩემო ძმაო? ეს არავის არ უნდა. ამათ ხალხს რა უნდა, იცი? ხმას მივცემ მოვა სხვა მთავრობა და ამაშენებს, არ აშენებულა, სახელმწიფოები ასე არ შენდება. სახელმწიფოებს აშენებს სისხლი, სახელმწიფოებს აშენებს რკინა და ბრძოლა. არ მოხდება მასე შენ შემოგევლე. არ მოხდება მასე მთელი ცხოვრება გავა 13 წელიწადი ხო გავიდა ჩემო ძმაო ჩვენი ცხოვრების 33 წელი გავიდა იმიდან რა ქვია გადატრიალებიდან კიდე 33 გავა თაობები ამოწყდება და ყოველთვის ამ ფიქრში იქნება ქვეყანა ეს თუ არა აბა სხვა ვინო ვითომ უგეშინია შენ ესენი თუ წაიწეხლებიან და ამათ მე ვამბობ ქართველი ერის მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამო ნაცმაც და ქოცმაც 92 წლიდან მოყოლებული ვინც არიან მთელი ეს საბოზეთი ელიტა და მთელი ეს პოლიტიკური ელიტა ყველა უნდა იქნას ტრიბუნალზე და უგეშინია თქვენ დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა მაგრამ დავით აღმაშენებელს შემცვლელი თუ არა ყოველ შემთხვევაში გამგრძელებელი გამოუჩნდა და ბიძინას და მიშას და ამათი გამგრძელებელი რამენაირად გამოჩნდება და ბევრად უკეთესი და არა საჭირო სულ მიჩვეული ჭირი გვერჩინოს მიუჩვეველს თუ ჩვენ არ გვექნება ცვლილებებისკენ სურვილი ხალხს და მოსახლეობას მე ერთადერთი რამის თქმა მინდა ძმაო მე ვხედავ რომ როგორც შევარდნაძის დროს ნადგურდებოდა ჩემი ერი როგორც სააკაშვილის დროს ნადგურდებოდა ჩემი ერი ისე ივანიშვილის დროს ნადგურდება ჩემი ერი მე გეუბნებით კიდე ერთხელ ამას რომ არანაირი არჩევნებით ეს არ შეიცვლება მოემზადეთ იმისთვის რაც შეიძლება საქართველოში მოხდეს ყველაფერს ამას გარედან ისედაც აწყობენ აი ამათ ახლა ქოცებს ხო უკვე ყველაფერი დაგეგმილია აი ეგრეთ წოდებულმა ეუთო ოდირმა რომლის დასკვნაზეც ვენებს იჭრიდნენ რომ ეუთო ოდირმა არჩევნები ამათ ანუ ლეგიტიმაციის საკითხი ერთადერთი ძალა რომელიც ამათ ეგონათ ხარს დაუჭერდა ეუთო ოდირის ხალხმაც უარი უთხრა არჩევნებზე დაკვირვებას უარი უთხრა იმიტომ უთხრა უარი რომ ეს ლეგიტიმაციის ფურცელი გამოაცალო რა თქმა უნდა ამ არჩევნებს რომ მთელი დასავლეთი გამოაცხადებს როგორც გაყალბებულად ვინმეს ეჭვიგებარებათ რა თქმა უნდა ის რომ ბოიკოტს ვინც მონაწილეობენ ისინიც რომ ბოიკოტს გამოაცხადებენ ეჭვიგებარებათ და რა მოხდება მერე რა მოხდება მერე როგორ მოხდება მერე რანაირად მოხდება აი ის მოხდება რაც უნდა მოხდეს და რატომ მოხდება იცით ახლა თუ არა აი ხვალზე თუ არა და ამ წელს თუ არა აუცილებლად მოხდება იმიტომ რომ არ შეიძლება შენ მთელი საუკუნის მანძილზე ქვეყნის ერი ყავდეს შეყვანილი შეცდომაში ატყუებდე პირდებოდე ერი ნადგურდებოდეს და შენ დიდრდებოდე ანუ კასტამ დიდრდებოდე ხო ანუ
ძალიან ცუდად გამოდინდება ეს დამპალი სისხლი. ახლა მინდა მე ეს არ მინდა მე ასე მე ისე ჩემზე არაა დამოკიდებული. ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მოხდება და ქოცებმა ეს ყველაფერი, ხო? ამ ყველაფრის უზრუნველყოფა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი და ქოცები არიან ამ ყველაფრის აბსოლუტურად ყველაფრის ბრალი, თავი და თავი. ისე როგორც ახლა ხელისუფლება ქვიათ და ხელისუფლებაში არიან და პირდაპირ მოეთხოვებათ ეგ ყველაფერი, ასევე როდესაც ხელისუფლებაში არ იყო ბიძინა ივანიშვილი და ჩრდილში იყო და კაციშვილმა არ იცოდა მისი არსებობა, ლეგენდები დადიოდა, მაშინაც მაგან გააკეთა ყველაფერი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი იყო პიროვნება, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან მიხეილ სააკაშვილს აფინანსებდა, მის ჯალათებს, მის მკვლელებს, პრეზიდენტის მეუღლით დაწყებული, დამთავრებული, იმით რა ქვია, ბოლო პოლიციელი ტყვიასაც ისყიდულობდა. და მე თურმე მან არ იცოდა თურმე ბიძინამ არ იცოდა რომ მისი ნაყიდი ტყვიებით ქუჩაში ადამიანებს კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. თურმე ბიძინამ არ იცოდა მე რომ ისა რა ქვია ესეთი სასამართლო იყო და როდესაც გაიგო ბიძინამ რომ ესეთი სასამართლო იყო აღმოჩნდა რომ ესა რა ქვია მურუსიძე მსხვერპლი იყო და პირიქით უვადოთ უნდა ყოფილიყო. მე აღმოჩნდა თურმე რომ ეს რა ქვია კუბლაშვილი ძაღლი მიაკვდა საფლავში. თურმე კუბლაშვილიც ჩემო ძმაო, ხო? თურმე კუბლაშვილიც მსხვერპლი ყოფილა იმის, რა ქვია, სააკაშვილის და ის 300,000 გამწარებული ადამიანი, რომელსაც სული ამოხადა მაგათმა სასამართლომ და მაგათმა სამართალმა, ისინი არა თურმე. ხო, ახლა ვინც არ უნდა მიმტკიცოს ბიძინა ივანიშვილის კაი კაცრობა და ვინც არ უნდა მიმტკიცოს მაგის ლამის და ესა მოწმინდა მოწამეთ და ლამის იმათ გამოყვანა, ჯერ ივანიშვილისთვის მიმიფურთხებია და მე მაგის მთქმელისთვის რა. ხო. ის რომ ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო საქართველოში აი ესეთი გამოკლეავებული, აი ესეთი გამოშტერებული გარემო შექმნა, სადაც ახალი თაობა 13 წელი ერთი თაობა არის სკოლაში. აღზარდა ლომაიას, შაშკინის, აი ამ ნაბოზვარის სანიკიძის და სხვა სოროსელების და 1000 ნაძირლების დამსახურებით და ელემენტარული თაობა მივიღეთ ჩვენ უკვე ქოცების ნაცების თაობას, მიშას თაობას ხო ვიძახდით, ახლა ბიძინას თაობა მივიღეთ. ისეთი, რომელსაც სკოლაში იგივეს უტენიან თავში ერთი დამატებით რა, მე-11 კლასის თუ მე-10 კლასის სახელმწიფოებში ჩაწერილია ბიძინა ივანიშვილი როგორც უახლესი საქართველოს ისტორიის მოვლენა. ხო, კაი, ქალბატონო, ახლა თქვენ მე ვამბობ ამას, ეს დღეს მოხდება თუ ხვალ მოხდება, არის ეს რო აუცილებლად მოხდება, ამას არ უნდა ლაპარაკი, იმიტომ რომ არ არსებობს, იცი ეს ბუნების კანონზომიერება, უფალი ზემოდან იყურება და ადრე თუ გვიან ყველას მიესჯება თავის. მე უფლის საქართველოს ქართველი რო ვარ და საქართველოს ისტორია რომ ვიცი, ქართველი ერის წვალებისთვის და ქართველი ერის წამებისთვის არათუ ხელისუფლებები და პიროვნებები დაისაჯა. იმპერიები დაისაჯა ბიზანტიის იმპერია, დაისაჯა ოსმალეთის იმპერია, ახლა და ისჯება რუსეთის იმპერია იმისთვის, რაც ჩვენ გაგვიკეთა ძმას რო გადააკიდა თვითონ 10 მაგი და 100 მაგი და მილიონ შეიძლება იმაში აყვანილი საკუთარ ტყუპის ცალთან ომი აქვს, რაც აფხაზეთში გაგვიკეთა და აქ ჩვენ ერს ის დამსახურება უფლის მიმართ. აღარა მაქვს უკვე პიროვნებებზე საუბარი, თუნდაც იგივე ჯალალედინი აგიღოთ, როგორც სამარცხვინო სიკვდილით მოკლეს და თუნდაც იგივე აღა მაჰმად-ხანი აგიღოთ, რომელიც როგორც სამარცხვინო სიკვდილით მოკლეს და მსგავსი რაღაცეები რა, უამრავი რაღაცეები რა. უფლის თუ არსებობის თუ გჯერა ადამიანს, ხო? პირველ რიგში საქართველოს ისტორია უნდა შეისწავლო და შეიძლება ჩვენ ერი ბევრ რაღაცას ვწოდავთ, მაგრამ ეს მაინც ის ერი არის, რომელმაც მთელი ამდენი ტკივილი გამოიარა, გაუძლო და უძლებს და არ შეიძლება რომ უბრალოდ თქვენ მასე რო იყოს, ვიზია ივანიშვილს ფულის მეტი რა აქვს, მაგას სიკვდილის სულ არ მიაკითხავდა. იმკურნალებდა, კაი შეჯამდა, კაი შესვამდა, კაი ისდალებდა, იქნებოდა კი უნდა ის 100 წელიწადიო ცხოვრება მინდაო. 100 წელიო ცხოვრება მინდაო. ფულიანი ხალხი სულ არ უნდა გვდებოდეს მაშინ. ხო და ამ ერის მიმართ ჩადენილი ამდენი ცოდვები აუცილებლად იქნება მოთხოვნადი. ან კაცის ხელიდან იქნება, ან უფლის ხელიდან იქნება და
მოხდება იქ ყველაფერი აუცილებლად და მე გეუბნებით რეალურს, რომ ეს ყველაფერი მოსულია. იდეალური იქნება, მე გეტყვით, რომ იდეალური იქნება ეს თვითონ ქართველმა ერმა მოუწყოთ ამათ ტრიბუნალი და ქართველმა ერმა გაასამართლოს, იმიტომ რომ უკლებლივ ყველა მოღალატეა, აბსოლუტურად. მე არანაირ ნაცს და ქოც არ ვცნობ. აქ არის უბრალოდ ორი ტყუპის ცალი, ხან ერთი არის ზემოდან, ხან მეორეა ქვემოდან და ყავთ ერთი პატრონი. ხო, იგივე ბიძინა ივანიშვილი. მე არ ვცნობ ამას, რომ ეს ხელისუფლება მათ არ აინტერესებთ ხალხი, მათ არ აინტერესებთ ქვეყანა, მათ არ აინტერესებთ არაფერი. როგორ შეიძლება ქალაქის მერია მესამედ თუ მეოთხედ, არ ვიცი მე რამდენად მიეთრევა ახლა არჩევნებზე მიდიოდეს, როდესაც დედაქალაქს, მილიონიან ქალაქს 627,000 სოციალურად დაუცველი ყავს. სოციალურად დაუცველი, ვისაც შია, ვისაც წყურია, ვისაც დახმარება ჭირდება. ესენი კიდევ ვერ გაძღენ, ესენი კიდევ ვერ გადაძღენ. როგორ შეიძლება ესეთი რაღაც? და როგორ შეიძლება ხალხო რომ უბრალოდ 627,000 ადამიანი დახმარებას იღებდეს, სხვებზე არ მაქვს ლაპარაკი. სოციალურად დაუცველი იყოს. და ისა რა ქვია, ამ ქალაქის მართველს, ამ ქალაქის თავი კაცს კიდე უნდოდეს არჩევნებში მონაწილეობა და კიდე ირჩევდეს ხალხი. ეს ახლა მე თბილისზე ვლაპარაკობ თუ არა. საერთოდ საქართველოს მასშტაბით რო აიღო მთელი ქვეყანა ასია. ასია ეს და აი მე ელემენტარულად მინდა დღეს რაღაც სოციალურ ქსელში ერთი ეს დავდევი, რა ქვია, სურათი. აი ეს ალბათ ქართული ინტერნეტ სივრცისთვის ძალიან ცნობადი სახე არის, მაქსიმალურად არ ვაკეთებდი მე ამ არსებაზე არანაირ არც მის მეორე ბელთაყვაზე არანაირ განცხადებას. უბრალოდ დავდევი ეს გვერდზე იქედან გამომდინარე დავდევი, რომ მე გეტყვით, რომ ქოცი ეს ხალი არის ტიპიური ქოცის ფენომენი. აი ეს ხალი არის. და აი ამ დაავადებული საზოგადოების, რომელიც დაავადებული საზოგადოებაც ჩვენ გაგვაჩნია, ამ დაავადებული საზოგადოების ინდიკატორი ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ შეუძლებელია ჯანსაღი და ნორმალური საზოგადოება უსმენდეს, უყურებდეს, წიამოვნებდეს ის, რასაც ეს და მისი რა ქვია, რა ვიცი, კაცია, ქმარია, საყვარელია თუ კომპანიონი აკეთებს. აი რატო იცით? აი უბრალოდ რო უყურებ მაღაზიანებს კიდეც რა. და მინდა მოვაშორა, რატო იცით? ადრე იყო ნაცების დროს იყო ასეთი გადაცემა. გააცინე და მოიგე. სადაც იქ ახალგაზრდების გარდა მიდიოდა უამრავი გაჭირვებული ადამიანი, რომელი გაჭირვებული ადამიანიც ჩალიჩობდა იმას, რომ მაქსიმალურად რაღაცნაირად გაეცინებია ისა, რა ქვია, ეს პერიოდი ბენდუქიძესაც მიყავდა, ამ შიარ ადამიანს გაეცინებია ესენი, რომ ამ სიცილში ფული აიღო და ორი კაპიკი წაიღო სახში. მეზიზღებოდა ეს გადაცემა, ვერ ვიტანდი, სიმართლე გითხრა. არა, კანდიდატი არაა ზურა, მე გეტყვი რატო დავდევი რა. გეტყვი. და რაშია საქმე, იცით? ახლა რამდენი მათხოვარია და საერთოდ მათხოვრება პროფესიათა გადასული საქართველოში არ მიმიქცევია ყურადღება რა. არ მიმიქცევია ყურადღება, იმიტომ რომ არის ახლა დამკვიდრდა ესეთი წესი რა. მე თვითონაც კიდე 1000 ვინმე მწერს ეს დამიდევი, ის დამიდევი, არ უდებ მე თუ არა ვარ გარკვეული ადამიანის პრობლემებში, იმიტომ რომ იმდენი ისეთი მწარე გამოცდილებები გამაჩნია მაქედან გამომდინარე, არ უდებ რა. წადით მიაკითხეთ ფონდებს, მიაკითხეთ მთავრობას და დაგეხმაროთ. აი იშვიათად, ძალიან იშვიათად თუ რაღაცა დავდევი, იმიტომ რომ ვიცი რომ უამრავი თაღლითი და აფირისტი არის. ინტერნეტ მათხოვრობით. და ხან რომელი ავატყოფის სურათი უდევთ, ხან რომელი ავატყოფი, გადაქცეული ეს პროფესიათაა საქართველოში გადაქცეული. და ესენიც ეს პროფესიონალი მათხოვრები, რომელიც აი როგორ გითხრათ, იცი საზოგადოებამ შექმნა, ამ დაავადებულმა საზოგადოებამ შექმნა ამათგან ცნობადი სახეები, რომელიც ცნობადი სახეებიც არიან
ხან ხატს დაიჭერენ პირდაპირ ეთერში, ხან სანთელს დაანთებენ, ხან ეკლესიაში წავლიან ლოცულობენ და ხან და რატო ვამბობ, იცით? რატო არის ეს კოლექტიური ქოცის სახე? ადამიანს რო კითხო, ჯერა სოფელიც აქვს და სახლიც აქვს და კარიც აქვს, მაგრამ იოლ ცხოვრებას დაჩვეული ხალხი არიან და ასე უნდა. ადამიანს რო კითხო, სახლი არა აქვს. ადამიანს რო კითხო, სამსახური არა აქვს. ადამიანს რო კითხო, საარსებო გარემო წართმეული აქვს. ხო, აი ამ ეგიდუნაშვილზე და ამ იმაზე ვიძახ მეორე, აი კირპიჩი შეავთო. არა აქვს, ხო? და ესე იგი მთავრობამ შენ არც საარსებო გარემო მოგცა, არც სახლი მოგცა, არც სამსახური მოგცა, არაფერი და ლაივები აქვს ჩართული, ახლა რამდენი მივარდება, ღმერთმა დამიფაროს მაგის ლაივებს უყურ. და ლოცავს ბიძინა ივანიშვილს. ლოცავს კახი კალაძეს. ლოცავს ჩიშილაკას. და თქვენო ვინახართო, ბიჭო, საერთოდ რაც წარმოადგენთო, რომ ბიძინაზე უკეთესი ადამიანი ვინაა. ეჩალიჩევა, რომ იქნება ერთი ბინაო მეც მომცესო, რომ შევსახლდეო. აი ამათა, აი ეს ფენომენი, ეს არის კოლექტიური ქოცის ფენომენი. თვითონ არაფერი არ აქვს. არც არავინ კაპიკს არ აძლევს, არ მიცევს. ისევე ხალხის არჩევანი თუ იქნება, ხო და ბიძინას ადიდებს. აი ტიპიური, აი გეუბნებით, აი ტიპიური ქოცი. რატო არ ამბობს სხვას? რატო არ ამბობს სხვას, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას? არა, იმიტომ რომ იქნება ვიგოდას ელოდება. და აი ასეა ხალხი გადაქცეული რა. ვიგოდას ელოდებიან, ბიძინა იქნება, ვიღაცა იმუშავებს, ვიღაცა ტენდერებს მოიგებს, ვიღაცა ასე იქნება, ვიღაცა და ღმერთმა დალოცოს. ბიძინა ბოლოში ჩაატყავენ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, ღმერთმა დალოცოს ასეა და ასე. ხო, აი ახლა როდემდე გინდათ თქვენ რომ გაძლოს დაავადებული არის ეს როგორც სოციუმი არის დაავადებული ან დაავადებულმა სოციუმმა შექმნა მე ეს ყველაფერი ვიღაცას უსწორდება რომ დიდ მოწყალეთ მიაჩნია თავი რომ 5 ლარი ჩაურიცხა 10 ლარი ჩაურიცხა იმასქნა ამასქნა და ვიღაცას ვითომ გაჭირვებულს დაეხმარა იმას უკვე აღარ უჭირს ნუ გეშინიათ თქვენ მე კონკურენტები არ მჭირდებაო ნუ რამდენიმე ვიდეო შემხვდა იქიდან მაგას რა მაყურებიებს აი ესა გულის ამრევი ესა გულის ამრევი ქართულ საზოგადოებაში მათხოვრობა გახდა თქვენ აიღეთ მე მარტო იგნუნაშვილზე და ამაზე კი ვინცა კირპიჩიზე კი არ ვიძახ აიღეთ შემოკარგებო აიღეთ პოლიტიკური პარტიები აქვს ხალხს ფული მომეცითო ჩამირიცხეთო პენსიონერებს თხოვეთ შალვა ნათელაშვილი გუშინ წინებზე ლაივი მიყავდა შემთხვევით ამომიგდო სკროლვის დროს ასე რომ ვთქვა გამოვიდა ღარიბ ღატაკი ვარო ხალხო მეო ღარიბ ღატაკი ვარო ფული ჩამირიცხეთო აცმა რომლის პარტიამაც მარტო ქოცების დროს 6 თუ 7 მილიონი მიიღო ოფისი მის საკუთრებაშია და მის საკუთრებას აქირავებს მის იმაზე და ვიღაცებმა $100 ჩამირიცხაო მადლობა იმას ხალხო ეს არის ჯანსაღი საზოგადოება ეს არის ნორმალური ადამიანები ეს არის მათ ხოვრობას დაჩვეული ხალხი რომ თავი შეაცოდონ ვიღაცას რომ ამით იცხოვრო როგორც ახლა ნათელაშვილს რო უჭირს ფინანსურად ყოველ შემთხვევაში ღმერთო ისე გაუჭირვე ყველა ქართველს ღმერთო ისე გაუჭირვე ყველა ქართველს რომელი მიმართულებით კიდე აი ბლოგერების მესმის იმიტომ ეს სოფლიო პრაქტიკა არის და სოფლიო პრაქტიკაში ასე ხდება ვინც მართლა ბლოგერი არის მას არანაირი შეხება არ აქვს და რეკლამისთვის და დონაციისთვის ეს ყველგან ასე ხდება ეს არაა საქართველოში მოგონილი რომ ადამიანმა ბლოგერული საქმიანობა აწარმოოს აბსოლუტურად ნორმალური პროცესი არის ეს მიღებული რომ ბლოგერებს ურიცხავენ და არ ვამბობ ნამდვილად არ ვამბობ თუმცა მე პირადად არასდროს არ მომითხოვია ის რომ ჩამირიცხეთ ვინმე დამიდეკით გვერდით ადამიანი ხარ ინფორმაციის მიწოდებას ამას არ ჭირდება ფულის გადახდა და მიმაჩნია რომ ჩემ გზაზე და ჩემ საქმიანობაზე რაც მოვა არავინ არა ვალდებული მე დამეხმაროს არაფერში მაგრამ კაი მესმის ეს სოფლიო პრაქტიკა არის და ეგრეც უნდა იყოს სოფლიო პრაქტიკა არის და ეგრეც უნდა იყოს რომ ვიღაც არის თავისუფალი სიტყვის მქონე ყველაფერი მიტოვებული აქვს და ანგარიში აქვს დადებული რომ ჩაურიცხოს და იმიტომ რომ ემსახურება იმ საქმეს და ცხოვრობს შემოწირულობებით ეს ხალხი ბიჭო სახელმწიფოს ბიუჯეტზე ზიანს სვამენ ჭამენ ვის ამადლიან თავს რას ამადლიან თავს
ხო და აი ამ დონეზე რო დაიყვანეს ერი აი მაშინ რო არა ქვია ზუკნა ძაღლს რო დაამსგავსეო შენი ცოლშვილიო მებონიას რო ეუნება ბიჭო სიგნებს რო დაემგვანა ქართველი ერი გადაყრილი როა მთელი აი მთელი იმის მასშტაბით რა ქვია პლანეტის მასშტაბით აი სიგნებს ავარ დამგვანებული ოკეი უთავმოყარეო ბიჭო ეს ხალხი ახლა რატო იმსახურებს მართლა კაი ცხოვრებას რომელსაც არ უნდა მობრუნება და იძახის მაინც ბიზინა იყოს არ უნდა რევოლუციური ცვლილებები არ უნდა ოფლის დაღვრა არ უნდა სისხლის დაღვრა არ უნდა არაფერი ასე ხდება სხვანაირად არ ხდება ეგ ყველაფერი ეგ მხოლოდ ზღაპრებში ხდება ასეს და ერთი შემთხვევა რაც შეიძლება გავიხსენო როდესაც რევოლუცია მოხდა უსისხლო და მართლა ინტელექტუალური ეს იყო უკაცრავად ისლანდიის რევოლუცია, როდესაც 2009 წელს სოფლიო კრიზისის და უბედურების ფონზე გამოვიდა ხალხი ქუჩაში, გამოაცხადა ჩვენ არ გვჭირდება მთავრობა, გადადიქით სულ ყველა, არ ვიხდით გადასახადებს და ჩვენ თვითონ დავწერთ კონსტიტუციას და ეგვალი ჩვენ არ აგვიღია, წადით მიხედეთ და მართლა ასე გააკეთა ისლანდიელმა ხალხმა 457-მა სოფელში უბანში თითო განათლებული ადამიანი ერჩის და დაწერეს ქვეყნის კონსტიტუცია და გაგრძელდა ეს უსისხლოდ და უყველაფროდ. და შეცვალეს ქვეყანა, მაგრამ ახლა რატომ მოხდა ისლანდიაში ასე? სოფლიოში დადგენილი არის ისლანდიელი ერი არის ყველაზე მეტი აკითხიერი, ყველაზე მეტს კითხულობს. პოლარული ქვეყანა არის და პოლარული ღამეები იცის და ოდითგანვე ტრადიციულად ისლანდიელები კითხულობენ. კითხულობენ. და როდესაც ადამიანი განათლებულია, იმას არ ჭირდება ბევრი სახსნა თუ რა მოხდება. აქ პოსტს რო დავწერ, ხალხი სურათს უყურებს და რა აწერია ორი გრაფა ზემოდან, რატო დავდები იმას არ უყურებს. წაკითხulis შინაარსის გამოტანა და გააზრება არ შეუძლია ხალხს. კი, ნინო მასე არის, ვიცი. მე არ ყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი ბიძაშვილები იყვნენ, მეგობრები იყვნენ და იდეალური ქვეყანა ახლა ჩვენ ვერ შევედარებით სამწუხაროდ განა იმიტომ რომ ჩვენზე უკეთესი ერია არც მინდა სიმართლე გითხრათ ჩემი ერი გავდეს რომელიმე სხვა ერს გინდა გერმანელს გინდა იაპონელს გინდა ისლანდიელს მე ჩემი ერი ისეთი როგორიც არის ისეთი მიყვარს და ესეთი მინდა რომ იყოს და ესეთი უნდა დარჩეს ქართული იდენტობით არ მინდა ეს ჩtildeური უემოციობა კაცო იყოს ის სამხრეთული ტემპერამენტით დაემით, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოსადმი მიხედვა და მოხედვა ეს როგორ არ მინდა. დაფიქრება როგორ არ მინდა და როდესაც ტანჯავს, სულს ხდის. არ ვიცი. აი უბრალოდ დღეს გამომიგზავნა ერთმა ახალგაზრდა ადამიანმა ეგრეთ წოდებულმა ჯენზი თაობის წარმომადგენელმა ხმოვანი შეტყობინება ბევრს თავში თქვი მე ცალკე ვილაპარაკებ ამ იმაზე სადაც ადამიანმა პირდაპირ თქვა მე სხვა ადამიანი ვიყავი LGBT აქტივისტიცო ფემინისტიცო ესეცო მომწამლე სკოლიდან დაწყებული შემდეგო და აი წამოვედიო ევროპაში ასეო და რო დავფიქრდიო და რო შევხედეო ყველაფერსო თუ რა უბედურებაში ვიყავიო ახლა მივხვდიო რომ რა უბედურება ჭირსო ჩვენ თაობას და როგორი დაღუპულები ხართო იქნება ამ საკითხზეო მე ვისაუბროთ იშვიათი გამონაკლისები ამას მიხვდებიან ადრე თუ გვიან მიხვდებიან მაგრამ მას ამას ვერ ხვდება მას ამას არ ხდება და დაღუპულია ეს არის დაკარგული თაობა აი ამის თქმა მინდოდა და ხვალზე იყავით იმედად ხო ახლა თქვენ კი არა საფრანგეთის მეფე იყო და ისინი იყვნენ იმედად რომ აქ არაფერი არ შეიცვლებოდა და ასე არ შეიცვლებოდა და ისე არ შეიცვლებოდა და აი ნახავთ ჩემო კარგებო რა შეიძლება შეიცვალოს და რა არ შეიძლება შეიცვალოს რა საქართველოს ქართველი არასდროს არ ჩააგდებს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც არის საქართველოს ჩაგდებული საქართველოს მართავენ ზვიადგამსახურდიას მერე გვარ გადაკეთებული ქართველები წარმოშობით არა ქართველები ეს ივანიშვილის ამაზეც როგორც ამბობენ არ ვიცი მე ეს გვარი თუ ებრაული ყოფილა ივანაშვილი არის იმიტომ რომ გვარი გადაკეთებული აქვს და ივანიშვილადაა გადაკეთებული ახლა სააკაშვილი იყო და ვინც იყო და რაჟულისაც იყო ყველა ვიცით შევარდნაძე იყო და
რარჯულისაც იყო და სადაურიც იყო და სოკოლოვი იყო გვარად სინამდვილეში და შევარდნაძეც იქნა გადაკეთებული მაგის გვარი. ერთადერთი ვინც ყავდა ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი ის ვერაიტან ამ მასამ და დღემდე აგინებენ და ლანძღავენ. ხო და არა ქართველი კი ჩააგდებს ერს აი ამ დღეში როგორ დღეშიც არის ჩავარდნილი. ყველანაირად რო გადაგვარებულია და გვარდება ქვეყანა და საშველი რო არ ჩანს არსაიდან. სამაგერო თვითონ და მისი ოჯახი არის კარგად. კი. არ მოვიდა, ეხლა ადრე თუ გვიან მაინც მოხდება ის რაც უნდა მოხდეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ მაინც დარჩება ქვეყანაში მინიმუმ 1% მაინც ადამიანები, რომლებიც ცვლილებას აუცილებლად მოახდენენ, მაგრამ ეხლა ფაქტია, რომ ჯერჯერობით მაგათი დრო არის და ფული ბევრი აქვს, ბევრს იყიდის. მაგრამ ეს ნაყიდი ქვეყანაც აფეთქდება, დამიჯერეთ. და ყველაფერი თავი ამ ყველაფრის არის ივანიშვილი თქვა, იმიტომ ამბობდი, რომ უსამართლობას შეაჭმევია ქვეყანა. უსამართლობას დააჭმევია და ხალხი როგორც ვირთხები. ხო, ტოროლ არა ბებიაშენის წაკლა ახლა რა, აბა ვინა ივანაშვილი არა? წადი ეგ ეთრიეთ ერთი მის სოფელში და ნახეთ ერთი ივანაშვილები თუ არ არიან, ეგენი არანაირი ივანიშვილები. კი, ივანაშვილი და ებრაელები ამბობდნენ, ებრაელზე მეტი ებრაელიაო. ხო, ასე, ვიცია, რო არა წმინდანია, შარავანდედი აქვს შემოხვეული თავზე. და მიწაზე ფეხს არ ადგამს, ჰაერში დაფრინავს, სამება აგვიშენ. და ამდენი ისა რა ქვია, ქრისტიანობა გააძლიერა. დღეს რა საქართველოში ქრისტიანობა დაცემული და ქრისტიანობა რო არის დღეს გასწორებული მიწასთან საქართველოში არასდროს არ ყოფილა. კი ბატონო. ბერძნული ისა რა ქვია, წარმოშობის ებრაელი. სად არის ჩემო ძმაო და როგორც იბრძვის ეს ხალხი, რომელსაც უნდა ბრძოლა საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის იქა. ხო არ უნდა ამ ხალხს, ხალხს ხო უნდა რომ მივიდეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და არჩევნებში მონაწილეობით შეცვალოს ყველაფერი. აი იქა სახშია, კუხნებშიზია. აი მეკითხებოდნენ სადა ისე მღვდლები სად არიან? მღვდლები ლოცულობენ, არ ცალიათ. ხო, საპატრიარქო არ ცალია. ლოცვაშია. და ამას მე როგორ ვამბობ? არ ცალიათ, იმიტომ რომ უნდა ილოცონ იმათმა ჩვენი მომავლისთვის. და ამ ლოცვაში ბიზნესი მრავლდება, ამ ლოცვაში მანქანები მოდის და მთელი ამბები და ეხლა რომ მოვა ისა რა ქვია 51 მოხაზეთო, ამასაც ამოაცხადებენ, უკადაგებენ მის მრევლს და საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით იქნება ახლა ახალი არჩევნები ჩატარებული. აგერ ისა დინარაძე ყოფილა პატრიარქთან მისული და დოულოცია პატრიარქს, რომ ეს რა ქვია, აბა შენიც. მერე ჩემო ძმაო, თუ დაიღალა ხალხი ხო და თუ არ უნდა გადარჩენა, ხო? დაიღალე? კი ბატონო, შეგიძლია ჩამოჯდე და მიხედო შენ თავს. მიზანს ვერ მიაღწევ ვერასდროს. გაანებოს ხალხმა ერთი დღე გამყიდველობას თავი, გაანებოს ფულზე და ვერცხლს მოყარეობას თავი, იმას კი არ დაუდგეს გვერდით. ვინც ფულს აძლევს და ასმევს და აჭვევს, სიმართლეს დაუდგეს გვერდით და სამართლიანობას და არ იქნება ხალხი ამ დღეში. ხო რა პრობლემაა ჩემო ძმაო ეგერ ახლა. კი ბატონო, ყველაფერი გააკეთეს დღევანდელმა ყანდურებმა იმისთვის, რომ ხალხი მოშორებოდა იმას ეკლესიას და რაც შეიძლება მაქსიმალურად დაშორებულიყო რწმენას. კი ბატონო გიზო. მაგათი მოყვანილია და ატარებენ, მაგრამ შენში ხო ვერ შეძლეს, ჯიგარო. ჩემში ხო ვერ შეძლეს, სხვაში ხო ვერ შეძლეს. ასე მასაში რატო გახდა ეს ესე? ვერცხლმოყვარე გამყიდველი რატო გახდა? ასე რომ აი ამ ბატალიებს კიდე დიდხანს დავაკვირდებით და კიდე დიდხანს იქნება და ღმერთო დალოცე. ვიკაიფო მე საკაიფო თამაკ საქვე. მე ჩემო ძმაო მომისმინეთ წუთი, აი ახლა ადამიანურად გეტყვი ხო? მე არაფერს არ ვკაიფობ, ვინგითხრა რომ ვკაიფობ. მე რო ვკაიფობ, ხო? მთელი ჩემი ცხოვრებაა, ხო? აი ესე იკაიფა, ვინც ჩვენი ქვეყანა დაწყევლა.
მე ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ჩვენ თავზე გავიარეთ და ახლა აქ თუ ვინმეს გონია ხართვის ძოზე ვარ წამოწოლილი და პალმის რტოების ჩრდილში გამყავს ეს ძალიან შემცდარ ხარ ძმაო მაგრამ არავინ გაიგონა ჩემი ლაპარაკი საქართველოში და იძულებული გავხდი წამოსულიყავი რა და სხვათა შორის როდესაც მე მიჭერდნენ მაკავებდნენ მაწვალებდნენ დიდგორობის გამო იქნებოდა ეს იქნებოდა იმის გამო რა ქვია დავით გარეჯის გამო თუ იქნებოდა აი ამ LGBT პიდარასტი პრაიდების გამო და ესენი ტაშს უკრავდნენ და იცინოდნენ და დამცინოდნენ მთელი ეს ნაცკოცური ბანდა თავისი LGBT და მაშინ შევპირდი მაგათ რომ დაგიდგებათ დრო მე ვიცინებ და თქვენ იტირებთ ხო და აი უსრულებ ამ ყველაფერს კი მაგათმა უნდა იწივლონ უნდა დახოცონ ერთმანეთი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაგ პარტიულმა ვირთხებმა ბაბუცა პატარაიებმა ამათ ერთმანეთი უნდა ხოცონ ჟილეტონ და არა მარტო მე დანარჩენმა ქართველმა ერმა ფეხზე უნდა გადაიდოს და უყუროს მეც ვამთავრებ ჩემო კარგო აი დამთავრებული მაქვს ყველაფერი რაც შევპირდი მე ამათ უსრულებთ ახლა ჩემი მხრიდან ასე თუ ვლაპარაკობ აი ესეთი გამოხატვის ფორმა მაქვს და ასეთი გამოხატვის ის ამაქვს შეპირებული ვიყავი რომ თქვენ დაჭამთ ერთმანეთს და მე ვიქნები კარგად თქვა კი ბატონო ვარ ახლა მე ფეხზე გადადებული და მაგერმა ჭამონ ერთმანეთი ვირთხებმა მერე ჩემო ძმაო ერთი რაღაცა მაინტერესებს იცი აი მოდი ახლა დავანებოთ ყველაფერს თავი ვირთხებმა რომ შეჭამეს საქართველო აი ერთ ელემენტარულ კითხვას დავსვა ვირთხებმა რომ შეჭამეს საქართველო და ვირთხებმა რომ გაამწარეს 300,000 ადამიანი და 300,000 რასახსენებელია მთელი ერი დაიჭირეს ციხეში ოჯახის წევრი მოუკლეს წამებაში სული ამოხადეს ზოგს ცოლშვილი თვალწინ გაუპატიურეს ზოგს ქონება წაართვეს ზოგს ესუქნეს ზოგს ცოცხი დუბინკა უბედურება ხომ მოხდა ეგ ყველაფერი ხო მოხდა მერე საწავიდა ეს გამწარებული ხალხი საწავიდა ეგ გამწარებული ხალხი ამ გამწარებულმა ხალხმა შური იძლია კაი ამ გამწარებულმა ხალხმა რო გამოუცხადეს კოჰაბიტაცია და შეგვეთო რომ ეგენი ასე იქნება და იგენი ასე იქნება კოჰაბიტაცია შეგვენ მე არ მინახია ერთი სისხლის აღება მე არ მინახია ერთი გამწარებული კაცის შურის ძიება არ მინახია ვერ ხვდები ამდენმა მასამ რატო შეირჩინა ეგ ყველაფერი ახლა ჩემთვის რომ იგივე გაეკეთებიათ ან ცოლშვილი გაეუპატიურებიათ თვალწინ ან როგორც აწამეს ეს ხალხი ან როგორც დედმამიშვილი მოეკლათ ისა რა ქვია მშობლები დაეხოცათ ამას ეკნათ იმას ეკნათ და ის მე არ დავჯდებოდი სახში შურს ვიძიებდი ავიღებდი სისხლს ჩემი ოჯახის წევრისას თუ კი ჩემო ძმაო თუ კი ხელისუფლება იმას არ დაჯდა ისე როგორც ასე შეიძლება ხოდა ახლა მე რა ვქნა მაგათ ღირსების გამო და მაგათ იმის გამო რომლებმაც ელემენტარულად მე არ ვამბობ იმას რომ მე ყველას არ შეუძლია არც კაცის მოკლა შეუძლია და არც შურის ძიება შეუძლია არა აქვს მაგის გამბედაობა და მაგის ვაჟკაცობა და არ ნიშნავს იმას რომ ის ცუდი ადამიანია მე არ ვამბობ მაგას რომ ის ცუდი ადამიანია თუ ეს ვერ შეძლო ამას უნდა ახდენდეს კანონი მაგრამ მასიურად ვერავის ვერაფერი გაეკეთებია და ივანიშვილის სამართლის ხელშემყურე ყოფილიყო და მურუსიძის სამართლის ხელშემყურე ყოფილიყო და შეერჩინათ ეს ყველაფერი არ ვიცი ძმაო ამას მე რა ახსნა განმარტება ლაჩრობის მეც ვერანაირ ახსნა განმარტებას ვერ მივცემ მასიურად ტოტალურად რასაც ესენი აკეთებდნენ ესაა ჩემი ქართული პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყოველგვარი პოლიტიკის ყოველგვარი კანონგარეშის და ყველაფრის გარეშე კაც მეკითხება აგრე გადამ რომ ვახცნევა დამარტყამს ახლა
კაცი მეუბნება ლელო ივარგებსო? კი, ივარგებს, ივარგებს. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს იმდენი მაგარი კაი საქმე აქვს აკეთებული. 250,000 ადამიანის ქონება აქვს ჩადებული და ერთი 100,000 გამოსახლებული ყავს გარეთ და თუ ვინმე ყავს გადაყავებული პროცენტებში და უალებში აქვს შეჭმული. ივარგებს, აბა რა სიზა? აბა რა სიზამენ, ზმა? კი, შემოგებლე ივარგებს. ხაზარაძის ნაირი კაცი დედამიწის ზურგზე არა. ჯაფარიძის ნაირი კაცი დედამიწის ზურგზე არა. იქ დოლიძე თუ რა ჯანდაბები. მაგრაერი ხალხი სადაა? ჩემო ივარგებს, კი, აუცილებლად უნდა მიცე ხმა. კი, ილია ვარო ასე იძახის. და ციხიდან გამევიდა, ახლა ნელსონ მანდელა არის. მანდელობა უნდა თუ. კი, შემოგევა, კი, ძმა. ამ კითხვას ბიჭო რო დასვამს ახლა ადამიანი. ამ კითხვას რო დასვამ ახლა ქართველი კაცი. როდესაც იცი რა ნაგავია შეყრილი იქ. მიშა გამეიყვანეთ, მიშაც ივარგებს, აღარ გააკეთებს იმას, რაც გააკეთა. ვიდე ვირჩიო თავო გადაახვია ჩემო ძმა ახლა. კითხვა გვიან შემოდი და ხელახლა ნახე რასაც ვლაპარაკობდით მან ყველაფერს. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. რა მაგარი ოპტიმისტი ადამიანი ყოფილხარ. მე დარწმუნებული ვარ, ჩემო ძმაო, შენ გჯერა, რომ ისა რა ქვია როგორც პავლეს სავლეთ იქცა, ისე ხაზარაძე იქცა იმათ, რა ქვია, ილიად. დარწმუნებული ვარ, თუ არა, სხვა შემთხვევაში არ დამისვამდი ამ კითხვას. არ მინდა ძმაო, ცუც არაფერს არ გეტყვი რა. ალბათ ალალად გჯერავს რომ მეუბნები, აბა ვინ ევირჩიოთ, არ წახვიდე სულ არჩევნებზე და ჯექს სახში შედალოც რა გინდა საერთოდ, ვინ გეკითხება ვინმეს არჩევას. ახლა ამას თუ იუმორით არ შეხედი, აბა ახლა ამას სერიოზულად როგორ უნდა შეხედი. კი ბატონო. მაგიარ დაანახოთ, მაგი ივანაშვილი რო ამბობს, ისრაელი ჩემი საყვარელი სამშობლოა და ებრაელები რო იძახიან, რომ იმაზე მეტი ისაო, რა ქვია, ებრაელზე მეტი ებრაელია. არ თქვა ძამი აქანი, არ თქვა რა შენ შემოგევლე. ჯერ რა არის, იცი, შეხედე ლელო ბურთი რაგბთან იმასთან ასოცირდებოდა. ეს ხო გაათახსირეს. სააკაშვილმა დავით აღმაშენებელი ვარო და გონია აღმაშენებელი და დიდგორი დაგავიწყოს ადამიანმა სააკაშვილი რო იძახო და ამას ეს ხო დედაჩემი ამბობდა იმას, რა ქვია, რაფერ მიყვარდაო სახელებიო, ბაჩო, დათაო, მიშაო. ამათ რო შეხედაო, ბიჭო, ესე იგი, ამათ შემაზიზღეს, სახელის გაგონება შემაზიზღეს, ყველაფერი შემაზიზღეს. ჩემოძმაო, ლელოს დამსახურება რამდენია, იცი, ემიგრაციაში რო არის გადაყრილი ხალხი? რამდენ ადამიანს ბინა წაართვა, იცი, საცხოვრებელი წაართვა, ქუჩაში გამოყარა თოთობოვშები, იცი? რამდენი გაჭირვებულ ადამიანს სამკურნალოდ ბოლო კაპიკებში ბინა ჩაიდო და ქუჩაში გადააგდო და მე აქ რო უცხოეთში წამოსულიყო სამკურნალოდ და ამ გამწარებული ხალხის ფულები რო ჩაიდო ჯიბეში, იცი? ამაზე როგორ შეიძლება რომ ადამიანმა კითხვა დასვა გაგიჩნდეს რა. იუმორმა გადაარჩინა მაინც ქართველი და ოპტიმიზმმა და ავიცინოთ ჩვენც. რა ვიცი, მე მგონი არანაირი კითხვა აღარაა დარჩენილი და დაგემშვიდობები. კაი, დაანებეთ. შეეშვით, ნუ ეჩხუბებით კაცო. ესე არის, იცით, სისტემა შექმნეს ისეთი, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამათ ფეხბურთის ბალეშიკობა გონიათ. და ტოტალიზატორის თამაში ამაზე დავდე მოვიგე, იმაზე დავდე წავაგე და ასე შემდეგ რა. მოკლედ ბოლოს მაინც კიდე ერთხელ გეტყვით რა, ამ ქოძონდერებმა იქნება თუ ის იქნება, თავი გაანებეთ რა იმ იმას თუ არა, თქვენც ამოყოფთ ციხეში თავს ისე როგორც ამოყვეს დღეს იმ სამბავაშკაცმა და კიდე ბარეული სამი ემატება, იმიტომ რომ ქოცის ფენომენი არის ღალატი.
ღალატი ვინ მოიყვანა, ღალატი რომელ ქვეყანასაც მართავენ და ღალატი რომელი ერის წარმომადგენლებიც არიან. Ole ola. კი, ole ძმა. გიორგევიჩი. კი ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ. შვიდობა მოგცეს ღმერთმა ქართველებო, მაინც იმედიანად, უფლის იმედით და ერთმანეთის გვერდით დგომით თუ გამოვალთ თუ არა, სხვა არაფერი არ გვეშველა. კარგად.